იხსნება საკუთარი კედლების უპირატესობის გამოყენებას და მინიმუმ ამ შეხვედრაში ქულის მოპოვებას. აი ასე ცოტა უცნაურ აიგზავნება ეს ბურთი. ესეც ხდება აგიაკვაზე, თუმცა აქ აშკარად გამოჩნდა, რომ დერეკ აგიაკვამ სილაგაძე მოაწვის. და მთელი გუნდით აბსოლუტურად 11-ვე ფეხბურთელი საკუთარ საჯარიმოშია თელაულთა მხარეს. ჩაწოდება ახლოძელთან, დარტყმაც ვიხილეთ, თუმცა ზემოდან დაეცა ბურთი. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა გარის მიმართულებით და გავიდა გოლი. გავიდა გოლი, აი ასე დამუშავებული კომბინაცია, გამოზომილი. ძალიან კარგი პასი ლუკას სილაგაძის შესრულებით და ეს იყო საკონდა კარის ხაზი გადაკვეთილი მამაგეიშვილზე კარგი გადაცემა გაკეთა დევდარიანს გაეპარა მამაგეიშვილის ქმედებები მე მგონი აქ კი დაამატა შემდგომ აგიაკვა მაგრამ მე მგონი მამაგეიშვილის დარტყმის შემდგომ უკვე გადაკვეთილი ქონდა ბურთს კარის ხაზი თუმცა ეს უკვე მეორე ხარისხოვანია აგიაკვამაც რა კარგად იმოქმედა ყურადღებით მიყვა ბოლომდე მამაგეიშვილს და კარგადაც დაამატა. თუ არა, ანუ არ ვიცი აქ გავიგებთ. ანგი და კვლავ გიორგი ქობულაძის შორეული აუტი. კიდევ ერთი შანსი გატანისა, ბრწყინვალე შანსი, რომელიც ჰქონდა გურამ გოლს ანდრო ალთუნაშვილი პრესინგზე და თავად იწყებს იერიშს. მამაგეიშვილი. კარგი გადაცემა. შეიძლება გატანა, მაგრამ თანდილაშვილი რამაგრად ტოვებს კარს. და შემდგომ დაზიანებაც აუტით ამის საფრთხე შეექმნას. კარგია ჯინჯოლავა, მაგრამ ალთუნაშვილი ცდება ჩაწოდება საჯარიმოში. დადიანს გამოაქვს ცუდად დამატებაზე დარტყმა გარის მიმართულებით მაკარიძე ბურთს იგერიებს. გრძელდება არა, გრძელდებოდა შეტევა იქნება კუთხური გიორგი მაკარი. ჩაწოდება საჯარიმოში. დარტყმა გარის მიმართულებით მაკარიძე შეცდომას უშვებს, მაგრამ თავად ვიასწორებს. გრძელდება იერიში კიდევ ერთი დარტყმა. უხრა ქაოსი იყო იბერიას. მამაგეიშვილი ერთ-ერთზე პარკინაშვილთან შეუძლია გიზის რა თქმა უნდა. მოტყუება, მაგრამ პასი გააკეთა რა ძალიან კარგი აღმოჩნდა. დარტყმა გარის მიმართულებით სილაგაძე. მაინც. გოშტელიანი შესაძლოა პოვარდად ვიხილოთ, მაგრამ დავუდგეთ მაინც ტაქტიკურ მომახას. ხოლმე იბრძოლა გოშტელია მამაგეიშვილმა ჯარი არ დაფიქსირდა გოშტელიანი რა მაგარი მოქმედებები და ანგარიში ხდება 0-2. აი ჟესტი, გასაფასებელი ჟესტი გურამ გოშტელიანის მხრიდან. ხელები მაღლა აწეული ნიშნავს იმას, რომ ის ყოფილი იბერიასთვის ერთი რამდენიმე წამის წინ რომ თქვი რომ დილას გაუთანაბრეს ანგარიში და ახლა უკვე ორბურთიანი კომფორტული უპირატესობა მოიპოვა იბერია. ეს გატანილი გოლი კი განმეორებით კადრში. ნახეთ, რა მოხდენილი იყო ამ ეპიზოდში. შვენიერი გოლი ვიხილეთ. და თათუაშვილის პასი წინ. ჟივიცე, საჯარიმოშია ჟივიცე და თქმა მაგრამ სუსტი იყო ეს და. ალთუნაშვილი. დაბალი პასი გავიდა, ლავსილაგაძე. უხრა მაგარი მოქმედება სილაგაძის მხრიდან ალთუნაშვილი. ვერც ერთმა მოთამაშემ, ვერც გოშტელიანმა, ვერც ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა გარის მიმართულებით და აი შანსი, მაგრამ დასრულდა დღევანდელი შეხვედრა დერეკ აგიაკვასა და გურამ გოშტელიანის გოლების წყალობით იბერია მოიგო ეს მატჩი და